ავსტრალიაში დედას ვიცავარ თუთიყუშვა, უბრალოდ კაკადუ. კაკადუმ, რომელიც თუთიყუშებს შორის შედარებით მოზრდილი და ტანადია, არც მეტი და ნაკლები და მოახერხა კოსმოსური რაკეტის გაშვების ცერემონიალის გადადება. და ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ეს პატივცემული, ანუ თუთიყუში სადამკვირვებლო ვიდეოკამერებმა შეამჩნიეს და დააფიქსირეს ავსტრალიაში რაკეტის გასაშვებ მოედანზე. რის შედეგადაც იმუშავა ეს წინასწარი გაფრთხილების სისტემა, ეს ის კადრებია და დაიშვა რისკი, რომ თუთიყუს შეეძლო გადაეღრნა ეს სპეციალური დამცავი სისტემები და ამიტომაც ამხელა რაკეტის გაშვება, რომლისთვისაც ლამის მთელი ავსტრალია ემზადებოდა, გადაიდო. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, თუთიყუშისთვის ოფიციალურად ბრალი არ წაუყენებიათ. არც 10-12 დღე გაუშვიათ ციხეში, ან ერთი წლით. თუმცა ადასტურებენ, რომ კაკადუს ნამდვილად ჰქონდა წვდომა რაკეტის სისტემების კაბელებთან, რის გამოც ავსტრალიაში, მოკლედ, აი ამ მოდენა ათეულობით მილიონი დოლარი დაახარჯავდნენ რაკეტის გაშვება გადაიდო. ჩვენს დამატებით კითხვებზე არც ავსტრალიის ოფიციალური პირები პასუხობენ. და არც კაკადუ. პრეს-ცენტრს მიმართეთ, პრეს-ცენტრს. აი ესე გამოგვიგზავნეს პასუხი.